მოგახსენოთ, რომ სამხარეო ადმინისტრაციის პირველი პრიორიტეტი მაინც ქართულ-რუსული კონფლიქტის მოგვარება გახდა. არის როლი ჩვენი და რა თქმა უნდა ადგილი ამ კონფლიქტის მოგვარებაში. რა თქმა უნდა, ჯერ დაწყებული ბატონი ბადრი ხატიძისგან, როდესაც გაუყვა პირველი ყინული, პირველი შეხვედრები, როდესაც შედგა, მაშინ მიგახსენებათ, რაც მოადგილეები გავუდებულობდნენ მაშინ მონაწილეობას, იქიდან მოყოლებული, მაინც ვცდილობთ, რომ სახალხო დიპლომატიის მეშვეობით იქნას ეს კონფლიქტი მოყვარებული. ყოველგვარი ძალადობისა და იარაღის გამოყენებით. მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, საერთოდ მსოფლიოს ასეთ პოსტ-კონფლიქტურ სიტუაციაში, სადაც იარაღის გარეშე მოხდება ამ საკითხების დარეგულირება. ეს არის პრეზიდენტის პოლიტიკა, ეს არის მისი კურსი და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჯერაც რომ ეს იქნება ბოლომდე აი ესეთი კუთხით მიყვანილი, რა თქმა უნდა, დადებითად. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ შეიქმნას ბაზა, რის ბაზაზეც, რაზეც უფრო სწორედ შემდგომ გადაწყდება აი ეს პოლიტიკური საკითხი, რომელიც დღესდღეობით ჩვენ ყველას ძალიან გვაყოლებს. მე არ დავმალავ პირდაპირ შემინო ჩემ მოსახლეობას გამოცხადო და ეს არაერთხელ მარტო მოსახლეობასთან, ეს სულ მხარესთანაც მე მოლაპარაკების დროს მოხდა დაფიქსირებული. არავინ არ იფიქროს, რომ აქ რამე სამკე სახელმწიფოზე არის საუბარი. ერთიანი მთლიანი ქვეყანა, რასაც ქვია საქართველო. მის საზღვრებში. და დანარჩენი, რა თქმა უნდა, ეს უკვე ჩვენი გადასაწყვეტი არის, ამას ჩვენ მოსახლეობის აზრის გათვალისწინებით, პოლიტიკური დისკუსიებიდან გამომდინარე, ალბათ მისი სტატუსის საკითხი უკვე შემდგომი ეტაპი არის. ერთგან გეცხადია ბატონო, რომ არ არის შედარებაც არ არის ის, რაც არის აფხაზეთსა და სიკეს საერთოდ დამოკიდებულებაში ჩვენთან და რეგიონში. ეს პირველ რიგში ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი პრეზიდენტის დამსახურება არის. მოსახლეობა ყველა ეს საკითხებს ურთიერთობის აღდგენისათვის და დარეგულირებისათვის. ბატონო ირაკლი, ერთი ასეთი კონკრეტული კითხვა. საკადრო ცვლილებები მოხდა ხაშურისა და გორის გამგეობებში. დაინიშნენ ახალი ხელმძღვანელები. როგორ შეაფასებდით მათ? ეს უკვე როგორც ხარის ხელმძღვანელმა შევეცდები, რომ ობიექტურად გავცე ამ შეკითხვას პასუხი. ნუ რაც შეეხება ხაშურის გამგებლობას, ბატონ ოთარ ხაჩიძეს, მე მგონი რეგიონი კარგად იცნობს საკმაოდ ხან ხელმძღვანელობა და განათლების განყოფილებას, ყველა ახასიათებს როგორც წესი პატრიოტულ ადამიანს. დღეს ის უკვე მოგეხსენებათ გამგებლის ამბულაჩია და ვფიქრობ, რომ თავისი შემართებით, თავისი მომდომობით ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხაშურის ეკონომიკა აღორძინდეს, მრეწველობა რაც არის, რა პრობლემებიც არის, ყველაფერი იქნას დადებითად გადაწყვეტილი. მინდა აღვნიშნო, რომ ხაშურის რაიონმა პირველი უпроსტოდ 6 თვე შეიძლება მოითქვას, თავისი ბიუჯეტი შეასრულა, წინა წლის ხელფასების დავალენება არ გააჩნია და შეთანხმებული ვართ, რომ 1 სექტემბერს ჩვენი პედაგოგებისა და იმ მუშაკების მიმართვისაც ჩვენ ვაფინანსებთ ხელფასებით პირნათლები ვიყოთ. რაც შეეხება ბატონ გივი გაგნიძეს, ბატონ გივის მე მგონი ასკარელში წარდგინება არ ჭირდება, მას საკმაოდ დაატყო თავისი ხელი ქარელის რაიონს, მანამდე კოლეგები ვიყავით, მოადგილეები ორივე, შემდგომ ორივე ერთ პერიოდში ხელმძღვანელობით მე კასპიის რაიონს, ბატონი გივი ქარელის რაიონს, შემდგომ მე როცა წუნებული გავხდი ჩემთან ერთად სამხარეო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა და დღეს მოგეხსენებათ გორის რაიონის გამგებელი ბატონ გივის კიდევ წარდგინება არ ჭირდება, ენერგიული, პროფესიონალი, შემართებული პიროვნება არის და ჩვენ კოლეგები ვართ, რა თქმა უნდა, ყველა მეც გამგებლებით და იციან ჩემგან ერთი რამ, რომ ყოველთვის თანადგომა და მხარდაჭერა ექნებათ ჩემგან. მე რაც შემეძლება და რაც არის ჩემზე დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გამგებლები იყვნენ მობილურები, ძლიერები და ხმებით უნარიანი. ძალიან სასიამოვნოა, ეს ძლიერება იქნება რეგიონის მთლიანად და საისტორიო წარწერის შეკითხვა ასეთია. რა მუშაობას ეწევა სამხარეო ადმინისტრაცია მართ წესრიგის განმტკიცების მიზნით? ეს მნიშვნელოვანი საკითხია და ალბათ
რომ გამოგეგზავნეს ასეთი შეკითხვა. მე წერა ნაღვნიშნე რომ ჩვენ კონფლიქტურ ზონად ვითვლებით. მიუხედავად ამისა, თუ სტატისტიკას ავიღებთ რესპუბლიკის, ხობლოდ არ არის საშუალება, რომ ეს სტატისტიკა ჩვენ მოსახლეობას წავუდგინოთ, მაგრამ ამ ციფრებს შევეცდები მე რომ ადგილობრივი პრესით დავაბეჭდინოთ მთლიანად რა ხდება ქვეყანაში და რა მდგომარეობაა შიდა ქართლში. შემიძლია თამამად თქვა, რომ ჩვენი სამართალდამცავები, განსაკუთრებით პოლიცია, ხელმძღვანელობა, პროკურატურას, უშიშროებაც ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სტაბილური მდგომარეობა შევინარჩუნოთ. რა თქმა უნდა, ძალიან რამდენიმე წამი. არც არ უნდა რთული იყო მდგომარეობაც არ უნდა შეიქმნას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამართალდამცავები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ აი ეს მდგომარეობა რაც დღეს გვაქვს, მაგრამ აი ესეც არ არის საკმარისი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვი, ეს არის ყველაფერი ფარდობითი. ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენ მოსახლეობას თამამად შეეძლოს ქუჩაში სიძულვით დასვენებაც და რა თქმა უნდა პირველ რიგში მუშაობა. არის რა თქმა უნდა შემთხვევები, ჩვენ ამას ვერ გამოურიცხავთ. ან აჭაღობის ფაქტიც გვაქვს, ყოლელობის, ოჯახური დავების, მაგრამ ფარდობითობა მაინც გვაჩვენებს სტატისტიკის მიხედვით, რომ შიდა ქართლის სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო სტაბილურია სათვალსაზრისით. მაგრამ მოთხოვნები ჩვენგან იციან, კაცრი, ვინც ვერ შეასრულებს ამ მოთხოვნებს, ჩვენ დაახლოებით 12 პოლიციის თანამშრომელი გავანთავისუფლეთ სხვადასხვა რანგის, რომლებმაც ვერ გაართვეს თავიანთ საქმიანობას თავად. მათ შორის უკვე ზოგიერთი რაიონის პოლიციის უფროსებიც. ასე რომ ჩვენგან მოთხოვნები საკმაოდ კაცია და ამას თავიდან ბოლომდე განახორციელებთ კიდევაც. ვაგრძელებთ ჩვენს მაყურებელთა შეკითხვების მიღებას. შემდეგი შეკითხვა ასეთია, ბატონო ირაკლი, რას გვეტყოდით რეგიონში ეკონომიკის განვითარების საკითხებზე და მის პერსპექტივებზე? ნაწილობრივი ალბათ ამაზე იყო საუბარი, მაგრამ ალბათ კონკრეტულად აინტერესებდა ეკონომიკის საკითხი. ეკონომიკა მეცადანაც აღნიშნე, მაინც ჩვენი საწარმოების მოქმედებაზე არის დამოკიდებული. ქარელის მოსახლეობა საქმის კურსია, ამუშავდა გალის შაქრის კომბინატი. გადაიარაღება დამთავრდა გორის ცისკრის კომბინატში, ბენზინების მიერ, ბენზინური კომპანიის მიერ. ალბათ უახლოეს პერიოდში ეს საწარმოც დაიწყებს ფუნქციონირებას. კასპში ფუნქციონირება დაიწყო აგურის ქარხნებმა, გარკვეული პრობლემებიც მოიხსენებათ კონტრაბანდიდან გამომდინარე მთლიანად, რომელიც ქვეყანაში არსებობს პრობლემები შეექმნათ სპირტის წარმოებელ საწარმოებს. მე საქმის კურსში ვარ და ამას რა თქმა უნდა თავიდან ბოლომდე ვაკონტროლებთ და იმედი გვაქვს რომ ახლოს პერიოდში საკონსერვო მრეწველობა დაიწყებს ფუნქციონირებას და მინდა გითხრათ რომ ჩვენ რაიონის ხელმძღვანელთან ერთად ხვდებით და თვითონ საწარმოს ვიხილავთ კონკრეტულად. მე წერანაც აღნიშნეთ და ეხლაც გავიგებთ რომ თვითონ საწარმოს ფუნქციონირებას ვართ დამოკიდებული იმ თვალსაზრისით ეს არის ბიუჯეტის შევსება და თუ ბიუჯეტი არ შეივსოთ ჩვენ პრობლემები გვექნება ფინანსების გაცემასთან დაკავშირებით. გორი ჩაერთო ბატონო ირაკლი ტელეფონის ზარი გორიდანაც მოდის უკვე და მეჯრის ხევიდან ოთარ შაჰნაზაროვის შეკითხვა ასეთი. ნარკომანიას რა ეშვება? ჩვენთან მხარეში არსებობს სპეციალური კომისია ნარკომანიისა და ნარკობიზნესის წინააღმდეგ მებრძოლი, რომელსაც პირადად მე ხელმძღვანელი. ეს არის მე ვიტყოდი შავი ჭირი დავარქვათ, რაფერის ჭირიც დავარქვათ, მართლა ესე არის. მაგრამ ამ სენთან ბრძოლა მარტო ადმინისტრაციული ხერხებით ეს არის ყოველად გაუმართლებელი. მე ახლა არ მინდა ვთქვათ ესე გამიგებთ რომ მარტო პოლიციას უჭერ მხარს და მოსახლეობის ასწავლო თვალისწინებით. არის ხშირად შემთხვევები, როდესაც
ჩვენების მიცემაც კი არ უნდათ მოსახლეობის, მეზობლებს, ერიდებიან, არ უნდა თუ გაამოწმოს მეზობელი, რომელიც აი ესეთ ქმედებებს ჩადეს. მარტო ისო ჩვენ დავაკავოთ, ციხეში ჩავსვათ, ან სხვა სასჯელი მიუსაჯოთ, ამით ჩვენ ნარკომანიის პრობლემას ვერ გადავწყვეტავთ. 97 წელს ჩატარდა საკმაოდ დიდი ფორუმი, შეგვიძლია ვერ ჩამოთვალო, მაგრამ ირლანდია და სხვა სადაც აღრიცხული არის ნარკომანები და პირდაპირ ღებულობენ ნარკოტიკს ოფიციალურად. ჩვენთან ახლა იცით, კახეთის რეგიონი, ჩვენი რეგიონი რამდენად არის დაზიანებული, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი, საიდან ხდება ამ ნარკოტიკების შემოდინება, მაგრამ თვითონ პოლიციაც კი აი ამ ეკონომიკური გაჭირვებიდან გამომდინარე, რომ ხანდახან უძლური არის აი ამ ფაქტების გამოვლენა და არა ფინანსები, ზოგადად ეს ფინანსებთან არის უყურებელი დაკავშირებული. პრობლემები რა თქმა უნდა გვაქვს. ერთი ასეთი შეკითხვა ჩვენი საუბრის დაწყებიდან ვერ მოვსწრებთ, ალბათ ეცოდინებოდა რომ ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. თქვენი ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, როგორც ქართლის რეგიონის გუბერნატორი საკმაოდ გამოცდილებითად და ავტორიტეტით სახილო. ეს თამარ მამუკელაშვილის შეკითხვა არის, სათანადო შეფასებაც მიიღეთ არწმუნებულთა შორის რეიტინგით საუკეთესო სამეულში მოხვდით. რა სიტყვით ამის შესახებ? ალბათ თამარ მე მგონი პასუხი მის შესახებ თუ კიდევ რაიმე შეგიძლია თუ დავუნებოთ. მე ჩემი ბიოგრაფია როგორც ნახეთ, მოსახლეობის გასული არის. დავამთავრე თბილისში პირველი საშუალო სკოლა, შემდგომ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სწავლობდი, დავამთავრე მეორე ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობები. ხანში მუშაობდი პარლამენტში, მოადგილეში ვიყავი, პირველი მოადგილე, რაიონის გამგებელი. ეს ცნობილი რაქიო. სასიამოვნოა დამოკიდებულება ჩვენი მაყურებლისა და ეხლა ერთი ძალიან კონკრეტული შეკითხვა არის რა აზრის ბრძანდებით საგადასახადოსთან მომხდარი ინციდენტის შესახებ. კია ნადირაშვილთან მე არ ვიცი რომელი ინციდენტია კონკრეტულად. საქმის კურსში ვარ, მოვახსენებ ბატონ დიას. ალბათ მე თუ არ ვხდები, გულისხმობს რესპუბლიკის ოპერატიულ საგადასახადო სამმართველოსა და მოსახლეობას შორის მოხდარ კონფლიქტთან დაკავშირებით. ჯერ მინდა ჩვენ მაყურებლებს ვაცნობო, მე არაერთხელ განაცხადებდი ჩვენი აქტივის შეფოთვისას, როდესაც ნებისმიერი ღონისძიება თუ შემოწმება ტარდება, არის პრეზიდენტის ბრძანებულება. უნდა იქნას შეთანხმებული მხარის ხელმძღვანელთან. არის სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი ზაზა ედიშერაშვილი, სადაც მისი რეგისტრაცია უნდა მოხდეს და შემდგომ უნდა შეთანხმდეს რაიონის ხელმძღვანელობასთან. მე პირდაპირ შემიძლია გამოცხადო, რომ ანალოგიური შეთანხმება ჩემთან ყოველ შემთხვევაში არ ყოფილა, რომ აი ესეთ ღონისძიებას ატარებდნენ სოფელ ტირცინში. რაც შეეხება კომენტარს, მე დღეს თავად შევიკავებ, რადგანაც იმავე დღეს იქნა სისხლის სამართლის საქმე აღძრული, დღესდღეობით წარმოებაში აქვს გენერალურ პროკურატურას, მე საქმის კურსში ვარ, უახლოეს დღეებში აღნიშნული საკითხი იქნება განხილული უშიშროების საბჭოზე და ალბათ საბოლოო დასკვნებს მაინც სამართალდამცავი ორგანოები გამოიტანენ, ასე რადგანაც ჯერ ძიების პროცესშია, მე არ მინდა რომ შემდგომ როგორც წუნებულმა ჩემი მოსაზრებები გამოხატო, თუმცა პროკურატურასთან სამართალდამცავებთან, საგადასახადოსთან ჩემი მოსაზრებები გამოცემული. როგორც ახალგაზრდა ხელმძღვანელი, რას ფიქრობთ ახალგაზრდულ პრობლემებზე, მომავალში როგორ იქნება მათი ცხოვრება? ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის. ალბათ დღეს ჩვენ საუბრობთ დასაქმებაზე. თუ არ მოხდა ახალგაზრდობის დასაქმება, ჩვენ შემიძლია ჩავთვალო, რომ ჩვენი მუშაობა მოდის ტოლფასი. ჩვენ რაიონის გამგებელთან ერთად, ბატონ დიმიტრი კაკნიძესთან ერთად, სულ რამოდენიმე დღის წინ დავათვალიერეთ გორში საცურაო აუზი, რომელიც უახლოეს დღეებში გაიხსნება. ახალგაზრდობა უნდა დაკავდეს სპორტით, მაგრამ დასაქმებული იყოს. ჩვენ ვცდილობთ და რა თქმა უნდა, ახალგაზრდულ თაობაზე ყველა სახელმწიფო
კანონების ჩაბარება რა თქმა უნდა ეს შეიძლება, უნდა იყოს გამოცდილი, უნდა შეიძინოს ეს გამოცდილება, მაგრამ რომ შეიძინოს გამოცდილება საერთოდ უნდა დაიწყოს. ამიტომ გვაქვს ეს ჩვენ პრინციპი კლიენტ მხარეში, რომ ახალგაზრდები დავასახმოთ. მათ უფრო მეტი დაუთმოთ დრო. ბევრი ახალგაზრდა ალბათ ჩვენ მისმეს და დაინტერესებული არიან. თუ ცალკეულ რაიონებში, რეგიონში მთლიანად რაგზით წავა მათი მოლიცხოვება. ახალგაზრდული დეპარტამენტები საკმაოდ რასაც უყურებ, უამრავ ღონისძიებები ტარდება. თუ შეიძლება ამ ახალგაზრდულ დეპარტამენტებზე გითხრათ ადამიანის მათი ფუნქცია ვერმა ეს არ იცის და საერთოდ ყველა რაიონში არსებობს ახალგაზრდული დეპარტამენტი. მათ წარმოდგენილი აქვთ რაიონების მიხედვით თავიანთი პროგრამები წლის მანძილზე. შემდგომ მოგესალმებით თითოეულ პროგრამას დაფინანსება ჭირდება. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა გამგებელი მაინც ცდილობს, რომ მაქსიმალურად იქნას მათი წამოყენებული ხარჯები დაფინანსებული, ეს ბიუჯეტში ჭრდება კანონიერად, ოფიციალურად და შემდგომ ხდება ამ ღონისძიებების, რა თქმა უნდა, გატარება. დღეს მე არ ვიცი, რამდენად ეფექტური არის ეს ღონისძიებები, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ალბათ უფრო მეტი არის გასაკეთებელი, უფრო მეტი თანხი უნდა გამოინახოს ახალგაზრდების დასასაქმებლად თუ ღონისძიებების ჩასატარებლად. არ შეიძლება რომ მარტო ფიშაზე უყურებთ ჩვენ ახალგაზრდებს. ალბათ უკეთესი იქნებოდა რომ ისინი სხვადასხვა სამსახურებში ჩაბმულიყვნენ და აი ახლა ბოლო ხანებში ტრადიცია დამკვიდრდა რეგიონალური დემპიანების ჩატარება და ჩატარდა მეორე სამყარო და იმას უმაღლეს დონეზე მე პირადად დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ორგანიზატორებს ჩვენი სამყარო კულტურის სამმართველოს უფროს ბატონ რობერტისაც რომელმაც ყველაფერი გააკეთეს და ვინც იქ ესწრებოდა ეს იყო არაჩვეულებრივი ღონისძიება და სამწუხარო არის მე უსაყვედური კიდევაც რომ ტელევიზიით შემდგომ მისი გაშუქება არ მოხდა. სხვათა შორის ეს ჩემი მინუსიც არის, მე ახლა მარტო დადებითზე არ მინდა ვილაპარაკო. ნაკლებად ინფორმირებული არის ჩვენი მოსახლეობა იმ საკითხებზე და იმ პრობლემებზე, რომლებიც დღესდღეობით წდება. მარტო ვხედავთ უარყოფით მხარეს. რა თქმა უნდა, დღესდღეობით ძალიან ბევრი რამეა გასაკეთებელი. უამრავი რამე გვაქვს გასაკეთებელი, მაგრამ პატარა საძირკველი გარკვეული დარგების და გარკვეული სფეროების მიხედვით უკვე ჩაგველი არის. მე არ შემიძლია არ შევეხო აქ ალბათ მოსახლეობას მაინც აინტერესებს პენსიების მდგომარეობა, ხელფასების მდგომარეობა. მე არ მოვერიდები ამას და გულწრფელად მინდა ჩვენ მოსახლეობას ვთქვათ, რომ არა გვაქვს ფლად კაი მდგომარეობა პენსიების გაცემის თვალსაზრისით. მაგრამ ესეც ვინა მოსახლეობას აუხსნა, ვინ არის ამაში დამნაშავე, ვისი ბრალია, ფლად ყველას წარმოდგენილი აქვს, აი გამგებელი, რწმუნებული და ასე შემდეგ, ვინც არის ბრალდებული, ასე ვთქვათ, პენსიების არ გაცემისათვის. და მინდა მოსახლეობას აუხსნა. არის ფონდი, საიდანაც ხდება ჩვენი დაფინანსება ტრანსფერებით. 98 წლის განმავლობაში შიდა ქართლი დაფინანსდა წლეურის 37%. აი თუნდაც ამ ციფრიდან გამომდინარე, უკვე კარგად ჩანს, რომ ჩვენ რა თქმა უნდა დაფინანსების თვალსაზრისით პრობლემები აუცილებლად გვექნება. დღეს ხელისუფლებაც, გამგებლებიც ადგილზე და რა თქმა უნდა ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ აგვისტოდან დავიწყოთ იმ დავალიანებებთან ერთად მიმდინარე პენსიების გაცემას. ეს საინტერესებს ხალხს, ეს გაიცემა ნამდვილად თუ არა ეს არის აი ეს შედიყვებები და ყველას უთხრა არანაირ დანაკარგს ადგილი არ ექნება. არ აქვს ჩვენთვის მნიშვნელობა ძველს და ახალს, პენსია და ვალია. ის ვალი უნდა დაუფაროთ ჩვენ მოსახლეობას. რაც შეეხება პედაგოგებს, მე მინდა გულწრფელად და პირდაპირ უთხრა. და შეიძლება ჩემი ვთქვათ პირობათაც ჩაითვალოს. საგანგებო დათვილი ჰქონდა პედაგოგებზე ხელფასების გაცემასთან დაკავშირებით და 4-ვე რაიონის ხელმძღვანელისგან მე მაქვს პირობა მიღებული 1 სექტემბერს ჩვენი პედაგოგების წინაშე ვიქნებით პირნათლი. 1 სექტემბერს აბსოლუტურად ყველა დავალიანება უნდა იყოს დაფარული. კი ბატონო. ძალიან სასიამოვნო ბატონო ირაკლის
რაც თქვენ დღეს ჩვენს მაყურებელს, ჩვენს ტელემაყურებელს უთხარით. მე მადლობა მინდა გადავიხადოთ ჩვენთან მოგზაურობისათვის. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა. მინდა მადლობა გადავუხადო ალბათ და აუცილებლად იმ ტელემაყურებლებსაც, ვინც შეკითხვები გამოგიზარდეს. ეს პირველი შეხვედრა ბუნებრივია, რადგან ტექნიკური ხარვეზებიც იქნებოდა იმისათვის, რომ ეს ურთიერთობა დაემყარებინათ ჩვენთან. ალბათ მომავალ შეხვედრაში ისინი უფრო აქტიურები იქნებიან და დღევანდელი შეხვედრა ამით დავამთავროთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგზაურობისათვის და დიდი მადლობა ტელემაყურებლებს ასეთი საინტერესო ყურადღებიანი დამოკიდებულებისათვის. მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა. Sakis pomoc ukaże. რამდენი წუთი წავედი? 40. Szukaj proletariatu. A to się robi. Się robi razem z